ჩვენ ქვეყანაში ვერავინ ვერ დაასახელებს ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ რაიმე ნაბიჯი გადადგა კონკრეტულად რომელიმე მედიის წინააღმდეგ. ან სადმე მედია შეიზღუდა, ან ჟურნალისტის საქმიანობა შეიზღუდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კრიტიკა გასაკვირია. ეს ქართული ოცნების წევრი და ანსამბლ ბასიანის სოლისტი გიორგი გაბუნია. პარლამენტში კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ეს განცხადება კომიტეტის სხდომის დასასრულს 5 ივნისს გააკეთა. მოდით ჯერ ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები გავიხსენოთ. რუსული კანონი, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს. ცენზურის საფრთხის მიუხედავად, მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებები. პაპუაშვილის მიერ პარლამენტში ამოქმედებული წესები, რომლითაც ჟურნალისტებს ფაქტობრივად კითხვის დასმის უფლება შეუზღუდეს და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ქართული ოცნების ლიდერების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელები. ერთ-ერთი ასეთი სარჩელი კრიტიკული ტელეკომპანიების წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა შეიტანა. ის თაღლითური კოლცენტრების მფარველობას უარყოფდა. სუსის იმდროინდელმა უფროსმა საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო, თუმცა მოგვიანებით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ კოლცენტრების მფარველობას ეხებოდა. ამ ყველაფრის ფონზე დამოუკიდებელ მედიას არსებობისთვის უწევს ბრძოლა. მზია ამაღლობელი ციხეშია. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტებს ფიზიკურად ხან ტიტუშკები უსწორდებიან, ხანაც სპეცრაზმელები. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე პერიოდში ხელშეშლის 100 შემთხვევა აქვთ დოკუმენტირებული. არც ჟურნალისტებზე სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხყოფები უნდა დავივიწყოთ. ხალხი სახე დაკარგა და ბერე მოიწყება. თქვენი სტანობრიყვებისთვის შეიძლება 500.000 ღირდეს ეგეთი ავტომობილი. იქნებ გაბუნიეს ეს ფაქტები თუ არა, ჟურნალისტისთვის წართმეული მიკროფონის ამბავი მაინც ახსოვდეს. მოგესალმებით. მე მინდა უთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს.